საღამო მშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? მოვედით ექიმიდან. ცოტა შევეხები ამას მოგიყვებით და მე სხვა თემაზე გადავა. ვიყავით, წავედით, ნახეთ ის ექიმის კერძოდ სახლში რომ მუშაობს. შემოხედა რაღაცები გამოკითხა, გაგვიშვა რენტგენზე. რენტგენზეც რომ მივედით, გადავიღეთ, იქ რენტგენზე პატარა იმას ჩაგიგდეთ. გადავუღეთ, რომ მიუტანეთ, ხო, რასაც ვფიქრობდიო, ის არისო. ანუ ხერხემალი აქვს გადახრილი, აწვება რაღაც იმ დეფექტი რომ აქვს იმ ძვალს თუ რაღაც არის ის არ ვიცი ის იმ ადგილი რა ქვია და იქიდან იწვევს ტკივილს. თან ქონია ანთებითი პროცესი და ფეხშიც გადავა ეს ტკივილი და ისედაც აქ მაგას ფეხის ბუჟილი და ის არის 15 დღიანი სეანსები დაუნიშნა, ანუ 15 დღე უნდა იაროს და იკეთოს ის რაღაც ჩინური ნემსები. ნახოთ, ღმერთით მოერგება. 3 დღეზე ესეც შედეგს ნახავ, რომ მე არ ვიფიქრო, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა და აღარ მოხვიდი, ასე არ გააკეთო. ანუ 3 დღის მერე უკვე შედეგს უნდა ველოდოთ. და ნახოთ, აბა რა იქნება. დღეს პირველი პროცედურა იყო, პირველი ნემსი აკეთებს რაღაც ჩხვლეტებს ჩინოს და შიგნით რა ხდება არ ვიცი, ვერ გეტყვით. შიგნით ვერაფერი, ისე კი მითხრა, მერეო შეგიძლიაო გადაიღე და ნახეო თუ გინდაო. თავისით მითხრა, მე არც მითქმია არაფერი, მაინტერესებს მეთქი, რანაირი პროცედურებია, რა კეთდება მეთქი და კიო გადაიღე, არ არის პრობლემაო. ეხლა რაღაც პატარა იმას ვაკეთებო და მერეო ისეთ ჩხლეტები მე გავაკეთებო ისეთ ადგილებზე რაღაც ხერხემალთან, რომ სიწითლეები ექნებაო და ეს უფრო ის იქნება მნიშვნელოვანი და ეს გადაიღე მერეო და კარგითო დავემშვიდობეთ და წამოვედით. ანუ დავიწყეთ კურნალობა და ვნახოთ ღმერთით ყველაფერი იქნება რიგზე. თიაქარი არ არის, რამე ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, გადავჭით ოპერაციებს, რაღაც სხვანაირ პრობლემებს და ეს არც არაფერი არ იქნება. ეს საკმაოდ თანხაც ჯდება 50 ლარი თითო სეანსი. მაგრამ არ აუშავს მივიდეთ იმ შედეგამდე, რომ ეს ტკივილები გაუვაროს და პრობლემა მოგვარდეს. თან მითხრა, რომ იგი ხერხემალიო, ეს ხერხემალიო ნახავთო, მერეო გასწორდება თავის ადგილას, როგორც უნდა იყოს, ისე იქნებაო და მე ვთხარი, მაშინ გადავიღებ კიდევ, გადავუღებ, ნახავ, მე ვთხარი, შევადარებ, კი, საკმაოდ მართლა ჩანს, როგორი გადახრილია. შევადარებ მე ვთხარი და კი არ არის პრობლემაო, გადაიღე ერთი თვის მერეო და ნახეო, შენ თვითონ მიხდებიო, რამხელაზეო გასწორებული, რამხელაზე კი არა, გასწორებულ ხერხემალს ჩაგაბარებ მეო და ნახოთ, აბა, ნახოთ. ჯერ წმენა, მერე ნდობა და მერეც კიდე გამართლება. ნახოთ. თავარია დავისვენე იმით, რომ აღარ ვნერვულობ, რომ არ არის საოპერაციო, რომ არ არის თიაქარი და ამასაც კიდე ეშველება. ხო, უთხრა, არ შეიძლებაო, ეხლა ისედაც არ შეიძლება შენთვისო, ან სასმელი არანაირიო. საერთოდო, ოტკაო არ შეიძლებაო, უთხრა, ოტკას რომ დალევო არაკს, რომ დალევო, ყველაო არაყისო ნასვამიო, მიდისო ნევრული დაბოლოების ბოლოებისკენო და ვისაც პრობლემა აქვს, თუნდაცო ცოტაო, იმ წუთასო იჩენს თავსო. ასე რომ არაყი არ დალიო და სასმელი მერეო, ჩემი მკურნალობიდან მერეო, ღვინო ცოტა შეგიძლიათ დალიო. ძიმი არაწიო, ფეხზე არ შეგცივდეს, ამას ყველა ამბობს ისედაც და ნახოთ რა, თავარია რომ რამე ისეთი არ არის მნიშვნელოვანი. სხვა მეგობრებო, თქვენ როგორ ხართ? იქ დგომაში აბა რენტგენი აბა იგი დავიღალე, წამოვედი სახლში, მინდოდა კიდე გარეთ გასვლა, მაგრამ ვეღარ მოვახერხებ და დავიღალე მართლა.
კი, მართლა კაი ამინდი იყო, დღეს საკმაოდ სიცხეც არის, მაგრამ მირჩევნია ვიყო სახლში, ვიყო აგერ თქვენთან. მე კი მაქვს საქმეები რაღაცა და მე ცოტას დავისვენებ. თორემ ასე ყველაზე მეტად მხლის რა იცით და მეგობრებო, ეხლა ის ვიღაცასთან რომ ვიყავით ხომ? ისეთი მოლაპარაკე იყო, იქ ცოლქმარი იყო. მე ვფიქრობ კი არა ცოლქმარი იყო კი. და ორივე იყო ისეთი მოსაუბრე, მე მიყვარს ზოგადად ლაპარაკი, წინა ვიდეოშიც აღნიშნე, არ მაქვს მაგაზე პრობლემა, მიყვარს, მაგრამ უბრალოდ მე ტვინი მეღლება და მეც ცემდი პასუხებს და კიდე რაღაცეები და მაინტერესა და როგორც ექიმს ვეკითხებოდი რაღაცეებს და იგი და ამ ლაპარაკმა უბრალოდ გადამღალა. თორემ თან ისა მომშივდა ძალიან, ეხლა მოვედი ისევ ჭამე საჭმელი რომ მართლა ამოვიძღე კუჭი რომ იტყვია. ხო და რაღაც მაგაში დავიღალე ცოტა, მაგრამ არა უშავს. თავარია ვიდეო ჩავწერო, არაფერი არ მტკივა, უბრალოდ მაქვს ეს ისა, რომ ტვინი მეღლება ცოტა. ჩავწერე ახლა თქვენთან ვიდეოს, ცოტას მივალაგებ სახლს და მე ცოტას დავისვენებ. სხვა მნიშვნელოვანი მეტი არაფერი არ იყო დღეს. ხო, კერძსაც მეც ვერაფერს ვერ გავაკეთებ. დილას რაც გავაკეთე, ეგეც უცნაური იყო, ხო, მომწერეთ. კი, მართლა უცნაურია. გეთანხმებით, თავშიც ავღნიშნე. მაგრამ გემრიელია. მართლა გემრიელია. მე მიყვარს თაფლთან, ან მაწონთან. და მშვენივრად მივირთვი დილას, ოღონდ ცოტა, ბევრს არ ჭამ. არ მინდა რომ ამდენი ცხიმი მივიღო მეც და ბევრს არ ჭამ და ცოტ-ცოტას ჭამ ყველაფერს. როგორ არა, მაგრამ მაინც ვარ გასუქებული და ამ იმაში რა ქვია, ამ კაბაში მართლა ისე ვარ რა. მაგრამ არა უშავს რაც ვარ ეს ვარ, ახლა ამას ვერ დავმალავ მე ნაკვთებს. ისევ ჭამე საჭმელი, ახლა კუჭი მტკივა. მოცვი. ხალადეცი იყო ის ჭამე. ცოტა იყო ხალიც დარჩენილი. რძიანი, ცოტა ისიც ვჭამე. ხო და ზომაზე მეტად გავწევ. ახლა ეს რა კარგი ხედი ვნახე ხო? ისევ სამზარეულოში ვარ, რა თქმა უნდა. ჩემი ადგილი აქ არის, მაგრამ ხედი ლამაზია. მომწონს. ჩემი ჩინური ვარდი ერთი ყვავლი, თვალეს აღარ იქნება, მე ახალს წამოიღებს. ეს მინდა რომ იგი იქნა ყვავის რომ მოიცლის, მინდა რომ გადავჭრა. უფრო ბუჩქივით მინდოდა გამეზარდა, მაგრამ ტანები რომ ამოიღო, მე შემენანა. ყვავილობა მე ვნახე ინტერნეტში, ყვავილობას რომ დაამთავრებსო, მაშინ შეგიძლიათ გასხლათ. გავსხლი და მე ახალ ტანებს რომ ამოიღებს, უფრო ლამაზი იქნება. და უფრო ბევრ ყვავილსაც გამოიღებს. კი, ახლა სულ ყვავილობს, სულ. ხან ორი აქვს, ხან ერთი აქვს. მაგრამ ამის ცუდი თვისება ის არის, რომ დღეს ხედავთ არის და ხვალ აღარ იქნება. მომწონს, მაგრამ ეს მინუსი აქვს. ხო, მეგობრებო, იქ არ ვიცი უკვე მე რამდენად ვამბობ თუ ერთ ვიდეოში თქვი თუ საერთოდ თქვი არ ვიცი. კიტრი რომ დავრგეთ, იმას უნდა გავუკეთო ახლა ყვავილების ადგილიდან ავიღო უნდა ერთიდან მეორეში უნდა გადავიტანო ის რა ვიცი ფუტკრებსო და მწერებსო გადააქვთო ასეო ერთიდან მეორეშიო და ისო მერეო აძლევსო სცენარებს ანუ კითხსო მაგითო უფრო შეუნარჩუნებ ნაყოფსო ასე მითხრათ ჩარჯიბით ძმა და მეგობარმა ხო და გავაკეთებ რა ვიცი გავაკეთებ და ნახოთ თუ იქნა თუ არა და არც არაფერი გაიზარდა გაჩვენებთ გავალმერე გაჩვენებ ამხელებია მაგრამ
მარტო ყვავილი აქ და всё, ნაყოფი არ გამოიღო. ხო და არ ვიცი, ნახოთ. წავიდეთ იქით. მოდი ცოტა იქით გადავიდეთ, მართლა და იქიდან გადავიღოთ. აი მეგობრებო, გაჩვენოთ უვლის ამ კეთს. ამირანი სასუქიც გაუკეთა. ნახეთ. ყვავილი ახლა ერთი ცალი აქვს და გადავიტან მეთქი, მაგრამ რასაც გადავიტან ერთი ცალი აქვს. ისე ნახეთ, რამდენი ყვავილი ქონდა და ასე გაიკეთებ, ჩამოვარდება, გაიკეთებ, ჩამოვარდება. წვრილი აქვს ისე ჯერ ეს ღეროები და ამას რაკეტრი უნდა მოისხას ამან, ვერც დაიკავებს თავს. ხო და რა ვიცი რა. ხალისობს უნდა და მეც მაინტერესებს ერთი რა გამოვა. თორემ ახლა ამით რა უნდა მოვკრიფო აქ. ნახეთ ესეც როგორია, მაგრამ გამოსასხლელი მაქვს. ძალიან ბევრი აქ და ამას მოვაშორო უნდა რომ მე ლამაზი ფორმაც მიიღოს. დღეს ამისთვის მოვიცლი, ახლა ვიდეოს ჩავწერ თუ არა ამას მოუტრიალდები. ესეც ძალიან ლამაზ ყვავილს იკეთებს. მოვატრიალო ასე რომ იქით წაუღია. ქვიშანარევი მიწა აქვს ამას. მე არ მაქვს ბევრი ყვავილები, მაგრამ რაც მაქვს იქითაც ხომ მაქვს კიდე ორი და ესეც კიდე რაღაც ისა არა გაფუჭებული არ არის, მაგრამ რაღაც უცნაურია ეს ყვავილი. ახლებს წამოიღებს, ძველს კიდე რაღაცნაირი შემხმარე იგინი აქვს. და ამას ტუას აქვს სხვა ისტორია მეგობრო. ამას გაუჩნდა პატარა დამწერები და გვასწავლეს რომ არაყიო გახსენითო წყალშიო და გადაასხით და გაქრებაო. გადავასხით და მწერები კი გაქრა, მაგრამ ამანაც დაიწყო გაქრობა და გახმობა. ხო და არ ვიცი, ტუები ზოგადად ძნელად ხარობს. აქ ბევრს გაუხმა ეზოში დარგულები. არა უშავს. სულ გამხმარი არ არის და გაიხარებს, თუ არ გაიხარებს და არა უშავს. სხვა რამეს ჩავკავთ. ეხლა იქ გავაგრძელებდი ვიდეოს ჩაწერას, მაგრამ ისეთი ხმაურია, აზრი არა აქვს. ვერ გაჩერდები იქ. თორემ სიგრილე კია, კაი. ვაიმე და მართლა ბევრი ვჭამე და კუჭი მაქვს ცუდად. კამბოტიც დავაყოლე, რას ვერ ჩოდი ჩემ თავს. მაგრამ შიოდა. მაგრამ იქაც შემეძლო რაღაც მეყიდა და შემეჭამა, მაგრამ ნერვიულობდი სანამ რამეს ეტყვიან ან რაღაც მეთქი და მაგის თავი არ მქონდა. მე რომ დამშვიდებული წამოვედით იქიდან, მე უფრო ვიგძენი შიმშილი და ვროვეტაკეს საჭმელს კი გადავსანსლე ყველაფერი ერთიანად და ეხლა მისკდება კუჭი. ხო. მაგის საქმე დავგეგმე დღეს, რადგან ვერსად ვერ გავდივარ. მაგ დავალაგებ ეხლა იმას ლამაზად. ხო. ცოტა თავი კი მტკივა, მაგრამ მაინც თან გადავიტან იქით. ყურადღებას საქმეც გაკეთდება და მეც ცოტას გადავერთვები. ასე ვიცი ხოლმე, თუ ოდნავ რამეზე ნერვიულდი, ოდნავ რამეზე მე მეწყება თავის ტკივილი. ეხლა რა ვიცი, საგანგაშო რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც რომ თიაქ არ ყოფილიყო და საოპერაციო ყოფილიყო, მომიწევდა ცოტა ხო ნერვულობა და ცოტა კი არა საკმაოდ. და მაგას რომ გადავჭი, ეხლა თავის ტკივილი მაქვს, მაგრამ არაფერია დავლევა მაყუჩობდეს და გაიქრის. სხვა მეგობრებო, რა მოგიყვეთ, რა გითხრათ, დღეს ვერაფერს ვეღარ გავაკეთებ ნამდვილად. გიგათუმოვა იმას ვაჭმევ საჭმელს და დანარჩენ რაღაცა ამ ელემენტარო საქმეებს მივხედავ. ეს არის ჩემი სარა. ნახეთ ჩანს კარგად.
ჩემი პატარა პრინცესა. აქ ძალიან პატარაა. უსაყვარლესი თბილი და ჩემი გემრიელი. ხო, მეგობრებო, რა ვიცი ახლა შეიძლება რაღაც ისევ ბევრი მალავს ყველაფერს და რაღაცებს, მაგრამ მე არაფერს არ მალავ. თმას რა თქმა უნდა ამას აქში თეთრიც მაქვს და კი არა და შეთხელებულიც ვიღებავ რა თქმა უნდა, მაგრამ ეს რაც გამოვიწერე თემოდან დიდად არ იმას ვიზამ. კარგი დარჩა იმის გამო რომ სანამ ძალიან წამოვა თეთრი ფხნილია ამაში და იმით შეგიძლია ცოტა ძირებში გაიყარო, შეურიო, კარგად შეაზილო თმას და მალმალე აღარ დაგჭირს შესაძლებელი. ან თუ უცებ ვერ შეიღებე, ამით შეგიძლია ცოტა გაამოქო და რომ გახვიდე გარეთ, პრობლემა არ გექნება. კაი დარჩა, რა ვიცი. ჭხილებზე მინდა ჩასვლა, უკვე დროც გავიდა. მაგრამ დღეს ვეღარ დავგეგმე მაგის გამო, რადგან იქ ვიყავი წასასვლელი. არ ვიცი, აღარ ვამბობ წინასწარ, ვინც ის ხვალ რა საქმე გამომიჩნდება კიდე. არა და აუცილებლად ვარ უკვე ჩასასვლელი მიშლის და არც მიყვარს ასეთი გრძელი ჭხილები. იქნება მოვახერხო და ჩავიდე. ერთი ეს ამის გამოცვლაც მინდოდა დღეს და დამავიწყდა და ამით წავედი ისევ. კი არაფერი არ ჭირს, მაგრამ ისაა. შეცვლა მინდოდა რა და დამავიწყდა. მეუღლე რომ მივიდა, მე ჩქარა ისე უცბად ჩავაცვი და გავიქეცით რომ სულ დამავიწყდა მაგი. უკვე რა დამეწყო მეგობრებო იცით? ვერცხლის ყურსაკიდები უფრო მტკენს, ვიდრე უბრალო. რატომ არ ვიცი? ადრე პირიქით ვიყავ. ესენიც სუფთა ვერცხლია, დედაჩემის ნაჩუქარია. ცოტა ხანს ეს გავიკეთოთ ახლა, რა დამემართა. ესენც ვერცხლია ამ კულონის იგი არის კომპლექტი, მაგრამ ძიმია და იშვიათად ვიკეთებ. მტკენს ყურს, თან მტკენს და თან ძიმია და იშვიათად კი ვიკეთებ. როგორ არა. რაღაცები გადასახარისხებელი მაქვს და გადასაყრელი იყო, რასაც არ ვიყენებ. რაღაც მინდა. რაღაც მინდა ახალი სყიდვა ზაფხულისთვის. გინც მაქვს, ძალიან ლამაზია, მაგრამ უკანაში საკრავი აქვს. რას ეძახიან ამას? ეს აქვს ერთზე დაკარგული. ო, ასეთი მაქვს კიდე მართლა. რამდენიმე მაქვს, მაგრამ ნახეთ. ნახეთ რა პატარა ნამცეცა. ეხლა არ ვიცი აქ როგორ ჩანს. პატარებია ნამცეცა, მაგრამ ძალიან ლამაზია. ოქროს გავს, მაგრამ ოქრო არაა. არა, ახლოს რომ მაქვს უფრო ცუდაჩა. ისეთი პატარა ხელზე არც ეთყობა. ბევრი მაქვს. არის რაღაცები, ხა ყველას ხომ არ მოვყრი. არის ეს
ეს რო გაჩვენეთ წაღანა ჩემი მეგობარი გოგოს ნაჩუქარია, ეს დედაჩემის ნაჩუქარია, ეს ჩემი ნაყიდია, ეს პატარები, ესეც კიდე ჩემი ნაყიდია, მაგრამ ამასაც სახლში მიჭირს ამის გაკეთება. ვინახეთ, ძალიან ლამაზია, მომწონს, მაგრამ სახლში ასე იმას ვერ გავიკეთებ. ოქრო აღარ მაქვს მეგობრებო. ასეთი გიმაქვს კიდე, მაგრამ დგომა აქვს ძალიან ცუდი და ამის გამო არ ვიკეთებ. რაღაცა დგომა აქვს ცუდი. მომეწონა, მაგრამ მე აღარ მომეწონა. ოქრო არ მაქვს მეგობრებო. მაგ კიდე რაღაც ყურსაკიდები და ვინახა ყველას ხომ არ მოვყრე. თუმცა გავიკეთებ და ინახავთ. ოქრო ქონდა, მაგრამ დამეკარგა. მომპარეს სახლში. არ ვიცი ვინ და როგორ და რანაირად, მაგრამ მომპარეს. ქონდა ისე შენახული, რომ მეგონა რომ ქონდა საიმედოდ შენახული, მაგრამ მომპარეს, არ ვიცი როდის, როგორ რანაირად, მაგრამ მომპარეს და ოქრო აღარ მაქვს. რა ვუყოთ? ჭირსაც წაუღია, მე ვიყო ოღონდ კარგად. კი, გულსატკენია, მეწყინა, როცა აღარ ვნახე, კიდევ კარგი. ბევრი არ მქონდა. ერთი ბეჭედი ჩემ რძალს ვაჩუქე რომ მოვიყვანეთ. ერთი ბეჭედი, ბრასლეტი, კიდევ ბეჭედი, გიგას ცეპი. დავკარგე. მომპარეს. და კიდე ყურსაკიდები მე რომ ავად გავხდი და სავადყოფოში გადამიყვანეს. იქიდან რომ გადამიღეს ემერტე, იქ ყველაფერი მომაძვრეს და ჩემ ქმარს მისცეს შეინახეო, მაგრამ იმ ნერვულობაში, იმაში სახლში მოსვლამდე სად დაიკარგა და სად ამოუვარდა, ვეღარ გაიგო და იგიც მიაკარგა. არ ყოფილა ჩემი იღბალი და დაიკარგა ყველა. არაფერი აღარ მაქვს შერჩენილი, ჩემ ძალს შერჩა ის ერთი ჩემი ნაჩუქარი ოქრო ეგ დაიგნი და ყველა მიმეცა, იქნებოდა მაინც. მაგრამ როგორ მქონდა იცი გათვლილი, მეორე ძლისთვის მქონდა ის ერთი გათვლილი. ის ყურსაკიდების არასთვის მინდოდა მიმეცა, ასე მქონდა გეგმებში და ვანაწილებდი ჩემი იმით, აზრით, მაგრამ დაიკარგა. არა უშავს, მეგობრებო, ჩვენ ვიყოთ კარგად, სულ ცუდაფავზე არ მინდა ვილაპარაკო, მაგრამ რომ მოყვება თემას და რომ რაღაც გამახსენდება, ვამბობ. მე ამის მეგონა რომ დავკარგე მეთქი და თურმე აგერ ყოფილა. კი არ დავკარგე, მეგონა რომ ექიმთან დამჭა დასკვნის ფურცელი მეთქი. ხერხემლის სვეტის წელის ნაწილი სკოლიოზი, რკალით მარცხნივ გვერდით ხეთში ლორდოზი გაძლიერებული ჩამკეთ ფირფიტებზე კონდრალური ქსოვილის სკლეროზული მანათა სხეულის კიდეებზე ცვლოვანი წანაზარდები, ფასეტური სახსრების დეგენერაციული დისტროფიციული ცვლილებები, ნავთაშუა ნაპრალები დადაბლებული, ცვლოვან სტრუქტურაში ტრაუმული დაზიანება არ ვლინდება. აქ ხლა მედიცინის ენით ბევრ ამას ვერ გავიგებ, მაგრამ რაღაცეები არისო და ხო, არ დამჩენია, მეგონა იქ დამჩა, მინდოდა ჩემი რძალი ეგთანია და გადმომიგზავნეო, მეც გადავხედაო და თურმე აგერ მომიტანია დისკის ერთად შემინახია. სკლეროზი მაქვს ეთყობა, დავბერდი, ხომ ხედავ აღარ მომყვა სახლამდე, რა მოვიტანი და რა არ მოვიტანი. მეგობრებო, უცებ გავაღე მაცივრის კარი, აღმომაჩნდა რაღაცეები, ის არ გაფუჭდეს და უცებ მოვიფიქრე კექსი, ჩემებურად. და გამოვაცხობ.
ამ ფორმებში მინდა გამოვაცხო, თუმცა ჯერ არ გამომიცხია ამაში და ვნახოთ აბა როგორი გამოვა. ვიყიდე ეს, მაგრამ არ გამომიყენებია. აბა ვნახოთ. უცებ გადავწყვიტე და всё, მორჩა, რაც მქონდა მაცივარში გამოვყარე და მოდი ვნახოთ რა გამოვა. გავტეხე 4 ცალი კვერცხი. ჭიქა ნახევარი შაქარი. ეს იყო დარჩენილი მაწონი, ამასაც არ გადავაქცევ. ახლა ამაში ჩავამატებ რძეს. ეს ერთი. ესეც ორი ჭიქა. ჩავამატებ ცოტა ზეთს. ცოტა რძე კიდევ დავუმატე, რომ სოდა ჩავყარო შილი და ძმარი. სოდა, ერთი ჩაის კოზი და ცოტა ძმარი. რადგან ესეც წამოვიდეს. ეხლა ამას ისევ მიქსერით ავურევ. ეხლა მიქსერი აღარ გჭირდება. ჩავამატებ ჯერ ერთ ჭიქა ფქვილს, ხის კოვზით ამოურევ. ქვილი მეყოლეთთვის აქ გაცრილს ვინახავ და იმიტომ ეხლა აღარ ვცრი. მე სიმართლე გითხრათ მეგობრებო, კექსისთვის ქვილს ზუსტად დავრწყო და თქვა 2 ჭიქა ან 2 ჭიქა ნახევარი, ასე არასდროს გამიკეთებია. ვუყურებ ცომს, ცომი უნდა იყოს, მასა უნდა იყოს, როგორც სმეტანა ისეთი სისქის. 3 ჭიქა ფქვილი ჩავაყარე ამ ჭიქით, მაგრამ სულ ცოტას მოითხოვს რომ ვუყურებ. სულ ცოტას. კარგი იყოს 3 ჭიქა ნახევარი. ზუსტად რომ თქვათ. მე ასე ვიცი ხოლმე. აი, ზუსტად არის სმეტანის სისქის. ეხლა გავუშვებ შიგნით ქიშმიშს და ვანილს. ქიშმიში თქვენი გემოვნებით მეგობრებო და ვანილიც კიდე ერთი ცალი. გავაცხელე ეს ფორმები და წავუსვევ ეხლა ცხიმს. ცოტას მოვაყრებ ქვილს. შეიძლება რომ ქაღალდიც დავუფინოთ, მაგრამ ეს ძალიან სქელია ეს ფორმები და ქაღალდიც კიდე რომ დავუფინო, შეიძლება ვერ გამოაშვებს, ამიტომ აღარ ვიფერ. გავყოფ ეხლა მასას და ორად გადავანაწილებ. ეხლა მეგობრებო, ამას ზემოდან მოვაყრი ქადის გულს. აი ასე ქადის გული ფარავს. ეხლა ამას შევდგამ წინასწარ გახურებულ ღუმელში და გამოვაცხობ 180 გრადუსზე. ნახავთ 35 თუ 30 წუთი დაჭირდება.
ნახოთ რა გამოვა, მეც არ ვარ დარწმუნებული, ამ ნამდვილად არ ვიცი ამ ფორმებში რა გამოვა. აი, გამოვაცხეს კექსუნიები. საკმაოდ დიდი დრო დაჭირდა 45 წუთი. ძალიან ლამაზად გამოიყურება, ასეთი დახეთქილები მინდოდა ზუსტად. მაგრამ ეხლა ძალიან ცხელია. ხო და ვერ გეტყვით შიგნით რა მდგომარეობაშია, რომ ვფიქრობ ამდენი ხანი არ უნდა დაჭირვებოდა, იმიტომ რომ არ იყო ეს ისეთი ბევრი მასა. ხო და ცხელია, ეხლა ვერ დავჭრი და მე გაჩვენებთ. დავჭერი მეგობრებო, რადგან მეც ძალიან დამაინტერესა. არ არის ურიგო, კარგია, შვენიერია, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, რომ გადასარევია მეთქი ამ ფორმაში ვერა. უკეთეს ველოდი, მაგრამ არა, ცუდია მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი. აი ნახეთ, ესენი არ უნდა კონდეს ეს ნაპრალები. ცუდი არ არის. ნახეთ აქედანაც. ცუდი არ არის, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა ჟარონაზე. ეს იყო ინფორმების დატესტვის, არ არის მართლა ურიგო, მეგობრებო, შვენივრად შეიძლება რომ მიირთვა. უბრალოდ უკეთესები ხომ არსებობს და ამას ვამბობ. მაგრამ ის ამ ფორმის ყიდვას კექსისთვის არ გერჩევთ. უფრო თხელი ჯობია. ჩემი აზრია ასეთი. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, აბა ხვალამდე.